დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ცოტა არასტანდარტული გასვლა გვექნება. ცივა წვიმს, ძალიან მაგარი ნიცლია. მე მინდა პატარა მინიშნებასავით მოგცვეთ, ალბათ უმიხვდებით რა ადგილზე ვართ ჩვენ დღეს. ეს ადგილი ძალიან ძველი ადგილია. ამ ადგილზე თავისი ცხოვრების და მოღვაწეობის ბოლო წლები გაატარა ადამიანმა, რომელმაც პირველად შემოიტანა საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება და რელიგია. აქ გარდაიცვალა და დაკრძალეს ამ ადგილას. ძალიან მარტივი მისახვედრია, ბევრი ადამიანი ნამყოფი აქა და იცის ამ ულამაზესი და უძველესი ადგილის შესახებ, მაგრამ დღეს ვიდეო მინდა გავაკეთო სწორედ იმ ხალხისთვის, ვისაც არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობა, არ ქონდათ, რომ ამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინეთ, მოენახულებინეთ და მოელოცათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანული სარწმუნოებისთვის ადგილი. შევიდეთ ახლა დედათა მონასტერში. ძალიან ლამაზი ეზოა გაკეთებული. რესტავრირებულია, განახლებულია ყველაფერი. ეს არის სამრეკლო. შევიდეთ აქაც. ეკლესიაში გადაღება არ შეიძლება და გამოვედი გარეთ. ეს ეკლესია მე ბოლოს რო ვიყავი დაახლოებით 7 წლის წინ, მაშინაც რესტავრაცია კეთდებოდა და თავჯერო დღესაც რესტავრაცია კეთდება. არ არის დასრულებული აშკარად. აბა შევიდეთ, შევიხედოთ. არ არის ჯერ დასრულებული. რესტავრაცია კეთდება, გადაღება არ შეიძლება არც აქ. აი ნიშანი. მაგარი ნიცლია დღეს, მანდა მაინც დღეს დაემთხვა. აქედან ლამაზი ხედები იშლება ქვევით, მაგრამ ეხლა არაფერი არ გამოჩნდება, ისეთ მაგარი ნისლია. ჩავიდეთ ქვევით. ქვევით არ ვიცი, აი ეს რა ეკლესია. დასრულებული არ არის და იქ ამ გძალავი თოკებია, გაბმული შესვლა არ შეიძლება. კარგი. ავიდეთ ზევით. ესე იგი, ეს გზა მოდიოდა, აქ იყიდებოდა სანთლები, ხატები, სამაჯურები, ჯვრები, მაგრამ ეხა დაკეტილია, აქ არ ვიცი რა ხდება. ეს გზა მიუყვებოდა, აქ ტერასები, მე როგორც მახსოვს, ბოლოს რო ვიყავი არ იყო და აქედან გზა მიუყვებოდა ასე აი ამ კედელს, აშენებულ კედელს და შემდეგ ჩასასვლელი იყო კიბეებით, წყაროზე ჩადიოდა, წმინდა ნინოს წყაროზე, რომელიც სამკურნალო წყარო არის. მაგრამ ეხა ეს გზა დაკეტილია, შესვლა აკრძალული, არ ვიცი რატო გაუქმეს. ძალიან კაი კიბეები იყო, ჩასასვლელი დაახლოებით 10-15 წუთი უნდა და აქედან ჩასულიყავი, წყაროზე აღმოჩნდებოდი. ეხა აქედან უკვე გზა ფეხით აღარ არის, სავარაუდოდ სამანქანე გზა იქნება, მაგრამ რავი, ფეხითაც ძალიან სასიამოვნო ბუნებაში ადამიანი გაისეგნებდა კაი ამინდში, მაგრამ რატომღაც გაუქმეს. საეკლესიო მაღაზია, რომელიც დაკეტილია, ალბათ კვირა როა, იმიტომ. აი ეს არის საეკლესიო მაღაზია. აბა მივიდეთ ერთი გავიგოთ რა არის. შიგნით მიმდინარეობს რაღაც არემონტო სამუშაოები. ეს არის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, ბოდბის დედათა მონასტერი.
ხო, ეხლა ჩავიდეთ ქვევით სამკურნალო წყაროზე. ალბათ მანქანით იქნება ჩასასვლელი. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩამაყენა, ეს არის პარკირება, რომელიც წმინდა ნინოს მონასტერთან არის, საკმაოდ შორს არის პარკირება. მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის წინ საკმარისი ადგილი არის, რომ მანქანა შემოვიდეს, დააპარკინგოს და ადამიანი შევიდეს კომფორტულად. ზედმეტი გზის გავლის გარეშე და მოინახულოს, მოილოცოს ეკლესია. გააჩვენებთ ახლა ამას ყველაფერს. აქედან მანქანით ვერ შემოხვალ, შემოსასვლელი არის აგერ იქით. ეს არ ვიცი რისთვის არის, ეს შლაგბაუმი. აქედან ჩამოდის გზა, სიღნაღიდან ჩამოდის. აქ უნდა შეხვიდეს, ამილარია პარკინგი. და შედიხარ ზევით აჩვენებ მანქანას და ეგერ ქვევით არის მონასტერის ცენტრალური შესასვლელი. რატო არის პარკინგი აი აქ მაგალითად და არ შეიძლებოდა იქ გაკეთება, შესულიყო ასე მანქანა პირდაპირ გაეჩერებინეთ, აი პარკინგებინეთ, ადამიანიც კომფორტულად შევიდოდა. არა, აი აქ უნდა შემოვიდეთ. აგერ იქითაც არის პარკინგი, დაახლოებით კი იქნება 1-200 მეტრი მონასტრამდე. ძირითადად ადგილი არ არის ხოლმე აქ, სავსეა. ადგილები ზევითაც არის საპარკინგო ადგილი. აი ქვევით არის მონასტერი. აგერ იქით არის შესასვლელი. ეს გზა სულ ფეხით უნდა წვიმაში იარო. ჩამოვედით სამანქანე გზით. წმინდა ნინოს სახელობის სამკურნალო წყაროა, რომელზედაც მონასტრიდანაც იყო ადრე ფეხით ჩამოსასვლელი გზა, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა წვიმისგან და ამიდებისგან არის გაფუჭებული და ზევიდან ვერ ჩამოვედით და გაკეთებული არის ასფალტი დაგებული ზევიდან მონასტრიდან მანქანით შეიძლება ჩამოხვიდეთ და ამ ადგილს ამობერო ნებისმიერ ამინდში თუნდაც ყინვა იყოს ისეთი წყალია რომ იყიდება სპეციალური პერანგები პერანგ შეიძენთ და შეგიძლიათ შეხვიდეთ იბანაოთ არც შეგცივდებათ და არც გაცივდებით პირიქით კურნავს ძალიან ბევრ დაავადებას ნახოთ ახლა ეს ადგილი ესეთი ამოსასვლელია აქ დასალევათაც გამოიყენებენ, მიაქვთ ხალხს დასალევად და შეგიძლიათ ეგერ შეგძანდეთ და განიბანოთ. ამბობენ, რომ ძალიან ბევრ დაავადებას შვილის. არა, მისი იმაში. მე კაშნიანია ჩემი. სიღნაღში შემოვედით, მეგობრებო, ჩვენ მოვინახულეთ ბოდბეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ძალიან წვიმა არის, ძალიან მინდოდა რომ ფეხით გამევლო, გადამევლო. ლამაზი ქუჩები, სიღნაღის ძალიან ლამაზად გაკეთებული. მაგრამ სამწუხაროდ ისეთი წვიმაა და ისეთი თქეშია, ისეთი სიცივე და ნისლი არაფერი არ აჩანს გზაზე და გავჩერდით ახლა ერთ ადგილზე კაფეა. შევად კაფეში ვისადილებთ და მე კიდე რაღაცას მოვიფიქრებთ. აქეთ წამოვიდა ბესო და ვაჟა, მაგრამ მე ვეღარ პოულობ. არ ჩანან. სიღნაღიდან წამოვედით, მეგობრებო, ძალიან ცუდი ამინდი დაემთხვა დღეს სიღნაღში წვიმა იყო, ნისლი იყო და ფაქტიურად ყველაფერის გადაღება ვერ მოახერხე და წამოვედით ყვარელში. ეხლა ვიმყოფებით ალაზნის ველის განაპირას, ძალიან ლამაზი უნიკალური ღვინის საცავია, რომელსაც ქვია ყვარლის გვირაბები. ეს ადგილი აშენდა 1962 წელს ფაქტიურად კავკასიონის მთებში არის გამოკვეთილი. საერთო რაოდენობა გვირაბებისა შეადგენს 13, არის დამაკავშირებელი გვირაბები და 2 არის ძირითადი გვირაბი, რომელიც გამოიყენება ტურისტებისთვის და ადგილობრივი მნახველებისთვის. ამ გვირაბებში ყოველწლიურად, ყოველ სეზონზე ტემპერატურა 12-დან 16 გრადუსამდე უცვლელი, რაც არის გადასარევი ტემპერატურა ღვინის შესანახად და ინახება დაახლოებით 26,000 სხვადასხვა სახეობის ბოთლის ღვინო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მობრძანდეს ბილეთი ღირს 10 ლარი. ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილია, გიდი მოგემსახურება თან-თანხაში. ასე რომ ეხლა მოდით დავთვალიეროთ ეს
ძალიან ლამაზი ადგილი ყვარლის, რომელსაც ქვია ყვარლის გვირაბები. ეს რა თქმა რა. გვაქვს ანთები და წავა? დეკორაცია რა. ბესო მოიცა. დადექი მიდი ერთი დასთხე ჩვენ მტერს. მიდი, ეს როლე. всё, კარგია. შევიდეთ, აბა. სხვადასხვა სახეობის ღვინოებია ოფლებში. აქ არის ღვინის დეგუსტაცია. ტურისტები არიან ჩინეთიდან. ჩავიაროთ ბოლომდე. და მე ალბათ ღვინის დეგუსტაციასაც გავაკეთებთ. გავსინჯავთ გვირაბების ღვინის რამოდენიმე სახეობას. So we strip this whole mess a couple of times. Feeds the wildest. Fermentation process doesn't stop anymore. Continues without any interrupts. And wine, all the sugar into the wine is fermenting into the alcohol. And we get. ეკეთაც არის გვირაბის გაგრძელება, რომელიც დაკეტილია. The second reason why it's here is that არა, გვირაბში მეტი აღარაა სასიარულო, ტურისტების სასიარულო აღარ არის, ეგ არის. აქ მთავარი ის რა არის, იცი? მთავარი არის ღვინის დეგუსტაცია, გამიგე, აი გემო რო გაიგო, როგორია წავიდეთ ახლა ღვინო ხო დავაგემოვნოთ, გააკ. მართლა? Kids გაჩა შეიძლება და შემოსვლა. არ მომდა. შეიძლება ბელეთი? კი, როგორ არის ეგ რა? კი, გვაქვს. კითხეს უნდა დავადებოდეთ კიც. გიდი არ მოვიდა და წამოვიდეთ. რამდენი ხანი? რავი, 1-10 წუთი ვიდექით და წამოვიდით მე. გამოვიდით ახლა ჩვენ გვირაბებიდან, ძალიან ლამაზი ეზო არის, მოვლილი, გემოვნებით გაკეთებულია ყველაფერი. ეს ახლა ალბათ მე მგონი რესტორანი უნდა იყოს, მივიდეთ აბა ახლოს. ავიდეთ აბა კოშკი დავთვალიეროთ. ეს არის კოშკის მეოთხე სართული. ვენახები კოშკშიც არის სკამები, მაგიდა და შეკვეთის შემთხვევაში მოგვართმევენ აქ, დავждებით ძალიან მაგარ გარემოში. ის ადილებ გავუყვეთ ახლა გზას ზევით. ეს ზევით ამოვედი ზედა მხარეს. აქაც ერთი ძალიან მაგარ ადგილას არის რესტორანი. ამაზე ხედებით. ესეც რა მაგარი ადგილია. აი კოშკში ვიყავით და იქიდან არის ამოსასვლელი და ამოდი ზევით.
ეხლა მეგობრებო, ვიმყოფებით ყვარელში. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის, ქართველი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის უზარმაზარი ძეგლია დადგმული, რომელიც დაიბადა 1837 წელს და შემდგომ უკვე 1907 წელს ტიტამურზე მოკლეს. იმედია მიხვდებით, ვიზეც არის საუბარი. ეხლა ვიდეო დავპაუზეთ. კომენტარში მომწერეთ თუ მიხვდით, ვიზეც არის საუბარი და მე ამ ასობაში ამ ადგილს გადავიღებ და გაჩვენებთ. ეს რუსთავის თავზე ხელაფრინონები და ფრინავენ. აი ეს არის ქვევით ყვარელი. და ეს არის უზარმაზარი ძეგლი. ილია ჭავჭავაძის. აგრეთვე ყვარელში არის მისი მუზეუმი, სახელმწიფო მუზეუმი, სადაც გვინდა რომ ეხა გავიაროთ და მუზეუმიც დავათვალიეროთ. არა ვარ მე ნამყოფი. ვინც ნამყოფები ხართ, მოვწერეთ კომენტარში. ლაიქი დასვით მაინც. აბა დროებით წავედით და მალე შეხვდებით. ილია ჭავჭავაძის მუზეუმი არის ეს. ეხა შევიდეთ, თუ გადაღება შეიძლება გავიგებ და შევიდეთ დავათვალიეროთ. საკმაოდ ბევრი ხალხია. ყვარელში არის აგრეთვე ფულის მუზეუმი. ძალიან საინტერესოა. მაგრამ ვიდეოს გადაღება არ შეიძლებოდა. შევედი დავათვალიერე. მეგობრებო, ეხლა ამოვედით ჩვენ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ისტორიულ ადგილას ყვარელში. ყვარელიდან არის დაახლოებით 1-2 კილომეტრი ამოსასვლელი ამ ადგილზე, რომელსაც ქვია დოლოჭოპის ბაზილიკა. უძველესი ადგილია, ისტორიულ წყაროებში არანაირი წერილობითი მონაცემები, ცნობები არ არის შემორჩენილი. ერთადერთი ამ ადგილის აღმოჩენის ფაქტი ის იყო, რომ 2010 წელს არქეოლოგებმა ნანგრევები აღმოაჩინეს, დაიწყეს გათხრები და 2012 წელს აი ეს გათხრების შედეგად აღმოჩენილი იყო საბოლოო ჯამში ეს ძალიან უძველესი ადგილი. აგრეთვე ნანახი იყო ადამიანის თავის ქალები და ძვლები, რომლის სამარხიც არის მიდამოებში გაკეთებული ახლო-მახლოში და ესე იგი მე-5 საუკუნით თარიღდება ეს ადგილი. მე-5 საუკუნეში ააშენეს ასეთი გრანდიოზული შენობა ჩვენმა წინაპნებმა და მაგრამ სამწუხაროდ მერე უკვე მე-9 საუკუნეში მურვან იბნ მუჰამადის, ანუ მურვან ყრუს შემოსევის შემდეგ განადგურდა. გარშემო გაშენდა სოფლები, ამჟამად დღესდღეობით ეს ნასოფლარები აბსოლუტურად განადგურებულია, რადგან მე-13 საუკუნის ბოლოს უკვე მონღოლების და უჯიშოების შემოსევის შედეგად მიდამოებში რა სოფლებიც იყო, ისინი საბოლოო ჯამში განადგურდა. მოდით ახლა ერთად დავათვალიეროთ ეს უძველესი და ულამაზესი ადგილი. ეს არის მეგობრებო მდინარე დურუჯი, იქით არის ყვარელი. იქიდან ჩამოვედით, ჩვენ გადმოვიარეთ ეს მდინარის ხევი, მდინარე დურუჯის ხევი. და აქეთ მიუყვება გზა და შედის მეფის სასახლისკენ. მივიდეთ ახლა და დავათვალიეროთ სასახლე.
საინტერესოა რაპონტია. ეს არის ამ ადგილას აღმოჩენილი არქეოლოგიური გაკვლების გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი ადამიანების ჩონჩხები. ეს გათხრები რა იყო, მე დააწყვეს ეკოვა მან. გათხრების პროცესში აღმოჩენილი ჩონჩხებია რა. 2012 წელს ბესო ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. აღმოაჩინეს ეს დოლოჭოპის ბაზილიკა, რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით, მე-5 საუკუნეში აშენდა და შემდგომ უკვე მურვან იბნ მუჰამადის, ანუ მურვან ყრუს შემოსევების შემდეგ მე-9 საუკუნეში ეს ადგილი იქნა განადგურებული. მაგრამ ამ მიდამოებში ნახეთ რა მაგარი ამხელა კედლებია გრანდიოზული. აუ რა მაგარია. ესე იგი მე მე-13 საუკუნეში ამ მიდამოებში აღმოჩენილი იყო ნასოფლარები და მე-13 საუკუნეში უკვე როდესაც საქართველოს მონღოლები შემოისწრნენ, მონღოლებმა აუხრეს და დაანგრიეს, რაც დარჩა დასანგრევი რა საბოლოო ჯამში მაგუჯიშოებმა. და კიდე ზევით რამხელაზე არის კედელი დაუსრულებელი. ანუ რამ სიმაღლე შენობა იყო, წარმოიდგინეთ რა. რამ სისქე და რამ სიმაღლე კედლები არის. აი შუაში რამხელა სვეტები იყო, ესენი. ეს ზევიდან სახურავი იყო, ალბათ ძალიან მაგარი შენობა იყო აქ. გარედანაც ფაქტიურად უღრანტყეში. კავკასიონის მთები. აი მთებს იქით არის უკვე კავკასიონის მთები. ესეც მე. ოი აგერ ბესარიონაც გამოჩნდა თავისი ყავისფერი რაშით და გვერდზე მოუყვება გამცილებელი. აბა დაგემშვიდობებით მეგობრებო დროებით.